მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჟურნალისტის პროფესიაზე, ჟურნალისტის პროფესია როგორ აისახება ნათალო რუკაში. მე შევეცდები რომ მაქსიმალურად ობიექტური ვიყო და ის უნარები ჩამოვთვალო, ის მახასიათებლები, რასაც ალბათ ყველა ფიქრობს, რომ ჟურნალისტს უნდა ახასიათებდეს. ანუ რას აკეთებს კარგი ჟურნალისტი? უპირველეს ყოვლისა მას აქვს უნარი, რომ ინფორმაციის მთელი ნაკადიდან გამოხშიროს, ჭორი გარჩიოს მართალისგან, ჩაავლოს და ჩაეჭიდოს, ასე ვთქვათ, სწორი ინფორმაციას, აქტუალურ თემებზე გააკეთოს აქცენტი და ეს მოგვიტანოს ჩვენ სხვათა შორის საკუთარი დამოკიდებულების გარეშე, როდესაც ვთქვათ საინფორმაციოზეა ლაპარაკი, აბსოლუტურად მშრალი ინფორმაციის სახით. და რაც მთავარია გასაგები ენით იმ ენის ფარგლებში, რომელ ენაზეც მაუწყებლობს თუ წერს ესა თუ ის მედია. რა თქმა უნდა, აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რომ უნდა იყოს ძალიან ბევრი ჰაერი, იმიტომ რომ მან სწორად უნდა ჩამოყალიბოს ხედვა, გარჩიოს რა არის მთავარი, რა არის მეორე ხარისხოვანი, რა საერთოდ ზედმეტია, უნდა იყოს ნათელი, მკაფიო და ყველაფერი ეს არის არა მისი ინდივიდუალობა და სტილი, არამედ ეს არის მისი მთავარი პროფესიული უნარი და ეს არის, რა თქმა უნდა, ინფორმაცია აზროვნებასთან დაკავშირებული. ამიტომ უნდა იყოს რუკაში ბევრი ჰაერი, რომ ინფორმაცია მიიღოს ბევრი ინფორმაცია და რა თქმა უნდა იყოს ძლიერი მერკური. სასურველია რომ მერკური იყოს ჰაერის ნიშნებში და მას ჰქონდეს ასპექტი ნებისმიერ პლანეტასთან. აი სატურნთანაც კი რომ ჰქონდეს ნეგატიური ასპექტი, ჟურნალისტიკას ეს ხელს არ შეუშლის, თუ კი თვითონ მერკური არის ძლიერი. ესე იგი ამომავალი ჟურნალისტიკის პროფესიისთვის არის მერკური, ეს აუცილებლად უნდა დავიმახსოვრეთ. მან უნდა იცოდეს, რაზე ღირს, ვთქვათ, წერა, რა სიუჟეტის გაკეთება ღირს და რა სიუჟეტის გაკეთება არ ღირს. კარგი ჟურნალისტი გრძნობს, რომელი თემა არის, ასე ვთქვათ, ჰაერი და გამავალი თემა და რომელი რეალურად მნიშვნელოვანი და აქტუალური. მაშინაც კი, როდესაც სხვები ჯერ ამ თემას ვერ არჩევენ და არ არის ფართო მასები ამ თემით დაინტერესებული. ჟურნალისტს უნდა შეეძლოს, რომ წინასწარ იგრძნოს ჰაიპი და ამიტომ ენერგიას მეორე ხარისხოვანზე არ ხარჯავს. ეს არის ინტუიციური უნარი, გაიგოს რა იქნება ხალხისთვის საინტერესო, წასაკითხად, მოსასმენად და გასაგებად. ახლა ვნახოთ რუკაში ეს როგორ აისახება. ეს არის მზის და მერკურის კავშირი იუპიტერთან, ურანთან და ნეპტუნთან. სტელიუმი თუ იქნება ჰაერის სტიქიაში არის ძალიან კარგი, ან სხვათა შორის ცეცხლის სტიქიაშიც. სტელიუმი მეცხრე სახლში ძალიან კარგია ჟურნალისტიკისთვის და რადგანაც ჩვენ პროფესიებზე განყენებულად არ ვსაუბრობთ და მას უკავშირებთ შემოსავლის წყაროს, რა თქმა უნდა ჩართული უნდა იყოს ფინანსური სახლი, შესაბამისად მეორე, მე-6 და მე-10 სახლების მართველი მერკური კარგია. და ასევე თუ მერკური დგას მეორე, მე-6 ან მე-10 სახლში. ჟურნალისტიკის ნახევარი საქმე თუ მთლიანად არა არის, ანუ ინფორმაციის მოპოვებასთან ერთად არის სწორი და კარგი კითხვების დასმა. ხშირად პასუხი სწორედ დამოკიდებული არის კითხვაზე და მოხერხებულ და კარგი, როგორც ახლა ეძახიან, სკილების მქონე ჟურნალისტს ძალიან კარგად შეუძლია მიიღოს სწორედ ის პასუხი, რაც მას უნდა. გარდა ამისა, მან შეიძლება არ იცოდეს თემა საფუძვლიანად და სრულყოფილად და არც არის ვალდებული, რომ მაგალითად ეკონომიკის სპეციალისტი იყოს ჟურნალისტი ან სპორტის სპეციალისტი, მაგრამ მან ის უნდა იყოს, რა თქმა უნდა, საქმეში ჩახედული და მან სწორად უნდა დასვას კითხვა. მათ შორის შეიძლება მოუხელთებელი კითხვებიც, ანუ უხერხული კითხვებიც დასვას, მაგრამ აი ეს ტაქტიც უნდა ჰქონდეს ჟურნალისტს, რომ ადამიანი, ანუ მიზანში მოარტყას, მაგრამ ადამიანი არ მოკლას თავისი კითხვით ან რაღაცა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში
არ ჩააგდოს. ნუ მოკლედ სათქმელამდე უნდა მივიდეს და თუ კი ეს უნარი არ არსებობს, მაშინ ეს ინტერვიუები იქნება რაღაცა ზედაპირული, ან იქნება აჟიოტაჟის მომტანი, რაც სხვა შორის თანამედროვე ჟურნალისტიკაში ძალიან მოდაშია, მაგრამ მე ახლა არ ვსაუბრობ იმ ჟურნალისტიკაზე, რაც ჩვენ გარს გვახვევია, მაპატიონ ჟურნალისტებმა, მაგრამ რა თქმა უნდა ყველას არ გულისხმობ, მაგრამ მასობრივად კოშმარი ხდება ნამდვილად ეს დარგი თან ესე ხელის გულზე გვიდევს, ყველანი რაღაცას ინფორმაციას ვიგებთ ვიღაცებისგან და ну ჩემი აზრით ძალიან ცუდი სიტუაცია გვაქვს ჟურნალისტიკის სფეროში და მოკლედ რო აღარ გადავხვიოთ თემას, მაშინ ინტერვიუები იქნება ზუსტად ესეთი სკანდალური, როგორც მოდაშია ახლა, მაგრამ ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი ჟურნალისტიკა. ამ უნარებისთვის მერკურის უნდა ჰქონდეს ნებისმიერი ასპექტი პლუტონთან და იდეალურია თუ იქნება მარსისა და პლუტონის ტრინი, ან მერკური იქნება პირველად მეშვიდე სახლში. მერკური არ არის ასურველი რომ იყოს თევზებში, როგორც ზემოთ თქვი, მერკური ძლიერი უნდა იყოს, თევზებში არ არის მერკური ძლიერი, განდევნილია და ასევე მე-12 სახლშიც მერკურის ყოფნა სასურველი არ არის. ახლა კიდევ ერთი ძალიან აქტუალური თემა, ჩემი აზრით, ჩვენ დღევანდელ ჟურნალისტიკისგან აბსოლუტურად ამცდარი, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჟურნალისტი არ გამოდიოდეს წყობიდან, იყოს მაქსიმალურად თავშეკავებული, ცოტათი ცივიც და დისტანცირებულიც და საკუთარ ემოციებს თავს არ გვახვევდეს, მოკლედ მსმენელს. ასევე ჟურნალისტს უწევს, რომ იმუშაოს კონფლიქტებთან, სკანდალებთან, ტრაგედიებთანაც კი, ძალაუფლებასთან, მაგრამ მან არ უნდა დაკარგოს წონასწორობა, არ უნდა დაკარგოს სიცხადე და მდგომარეობიდან არ ემოციებში არ უნდა გადაეშვას. თანამედროვე ჟურნალისტიკას, ქართულ ჟურნალისტიკას, რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნები ამცდარია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უმეტესობის მოთხოვნა სწორედ ასეთია და ეს ისტერიული ჟურნალისტები მგონია, რომ არავის არ მოსწონს. ნუ ჩემ გარშემო ყოველ შემთხვევაში ასეთი ტენდენცია და ალბათ ზოგადადაც ასეა. ამისთვის მთვარეს და მერკურის არ უნდა ქონდეს ნეგატიური ასპექტები, ანუ ოპოზიცია და კვადრატი არ უნდა იყოს მათ შორის და ოპოზიცია არ უნდა იყოს უმჯობესია სატურნისგან ან ნეპტუნისგან მერკურზე და უფრო კი მთვარეზე. იმიტომ რომ ემოციებს მაინც იზიდავს და ირეკლავს მაინც მთვარე. ნეპტუნი პირველ მეშვიდე სახლში არ არის სასურველი, ურანი მე-10 სახლში არ არის სასურველი და ოპოზიცია არ უნდა ქონდეს მე-4 სახლთან. ასევე ჟურნალისტი როდესაც რაღაცა სიუჟეტს ამზადებს, ერთი არის პროცესი, მაგრამ კარგი იქნება თუ მას გათვლილი ექნება რა შედეგებს მოიტანს ესა თუ ის მისი ოპუსი ჟურნალისტური. მან უნდა იფიქროს არა მხოლოდ იმაზე, რაც დაწერა, ან გადაიღო, ან გააკეთა მასალა, არამედ იმაზეც, რა შეიძლება გამოიწვიოს, რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს მას და ეს არ არის დაკავშირებული შიშთან, ეს არის უბრალოდ სტრატეგიული, პროფესიული სვლა და სწორი აზროვნება და სწორედ ეს არის, რაც განასხვავებს კარგ ჟურნალისტს უბრალო ტექსტების, აი კოპირაითერებთან, რაითერებისგან. ამისთვის კარგია მერკური ასცენდენტზე, პლუტონი ასცენდენტზე, მერკური, მარსი, პლუტონი, ანუ სამივე ასცენდენტზე, დესცენდენტზე, ემცეზე, ანუ სტელიუმი თუ იქნება, ან სტელიუმი არ იქნება, უბრალოდ ეს პლანეტები იქნება მე-10, მე-6 ან მე-2 სახლში. მე-2 და მე-6 სახლებს შორის, ან მე-2 და მე-10 სახლებს შორის ტრიგონალური ასპექტი არის ძალიან კარგი.
მთავარი არის მგონი ზემოთაც ვთქვი, რომ ოპოზიცია არ უნდა იყოს პირველ და მეშვიდე სახლებს შორის. რატომ? იმიტომ რომ ჟურნალისტისთვის თვით გამოხატვა პირველი სახლია და მეშვიდე სახლი არის საზოგადოება. მეშვიდე სახლი არის მისი მაყურებელი, მსმენელი, მკითხველი, რომელმაც ის უნდა შეაფასოს და იქ თუ ოპოზიციებია, რა თქმა უნდა, მუდმივი დაპირისპირება იქნება. შეიძლება იმუშაოს, რა თქმა უნდა. შეიძლება რაღაცა გადაფასების მერე წარმატებაც მოვიდეს, მისი მიტანილი ინფორმაცია დაფასდეს კიდეც, მაგრამ დიდ სირთულეებს შეუქმნის რა და არ ექნება dalxenili კარიერა, ასე ვთქვათ. და ასევე მეშვიდე სახლში ნეგატიური ცუდი პლანეტები, ესე ვთქვათ, ბოროტი პლანეტები, როგორც ვეძახით, ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, ანუ ვთქვათ, პლუტონი, ურანი, მარსიც არ არის სასურველი, არ არის სასურველი ოპოზიცია მზესა და მარს შორის, მზესა და პლუტონს შორის. და დასკვნა, რომ გავაკეთოთ, ჟურნალისტი არ არის უბრალოდ ტექსტის მწერალი, როგორც ზემოთ ვთქვი, ეს არის ადამიანი, რომელსაც თითოეული სიტყვის ფასი უნდა ესმოდეს და დაინახოს მთელი ჯაჭვი, ინფორმაცია, სიუჟეტი, რეაქცია, შედეგი. ასევე მე მინდა ერთი დავამატო, რომ ჟურნალისტი ალბათ უნდა გამოიყურებოდეს ვიზუალურად ტელეჟურნალისტიკაზე მაქვს განსაკუთრებით საუბარი, მისაღებად, აქ არა მაქვს გარეგნობაზე საუბარი, ჩაცმის ეთიკაზე ვსაუბრობ. მე შევსწრები ვარ გადაცემებს, როდესაც ძალიან უხერხულად იყვნენ გამოწყობილი წამყვანები და ასევე მე ვფიქრობ, მას უნდა ქონდეს ძალიან კარგი მეტყველება და უნდა ლაპარაკობდეს სწორი გრამატიკული იმენით, რომელ ენაზეც მაუწყებლობს. ქართულ ჟურნალისტიკაშიც აქაც ძალიან დიდი პრობლემაა. მე პრეტენზია მაქვს, ახლა ამაზე არ ვამახვილებ ყურადღებას ხმის ტემბრზეც. არის ერთი ქართველი ჟურნალისტკა ტელეძივა, რომელმაც რა სახის ინფორმაციაც არ უნდა მოიტანოს ჩემამდე, ყოველ შემთხვევაში მე იმის მოსმენის ნერვები ნამდვილად არ მაქვს. საერთოდ არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ვერ უსმენ მის ხმის ტემბრს და მეტყველების მანერას. ჩემი აზრით მგონია, რომ ჟურნალისტისთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ რადგან ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, ამაზე აღარ დავწვრილმანდები, ძალიან შეიძლება ჩავშალოთ ეს თემა, მაგრამ ეს არის ძირითადები, რაც აუცილებლად უნდა ევალებოდეს პირდაპირ ჟურნალისტს და დანარჩენები უკვე ჩვენი ინდივიდუალური მიდგომაა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გთხოვთ, რომ დააკომენტაროთ ვიდეო და თქვენი აზრი გამოთქვათ. მადლობა.